Saudashia kurieris 9 საათზე ზაულ დუმაშულთან და დიანა ჯოჯოესთან ერთად. მოდენ 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემების და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობს. 155 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი რიგით მე-6 მთავრობა პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. არასამთავრობოების საკუთარ ფავორიტებს ირჩევენ. ვინ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე? როგორ იქნება საარჩევნო პროცედურა და რა ვადებში მოუწევთ რეგისტრაცია პრეზიდენტობის კანდიდატებს? საქართველოს ახალი პრემიერი და განახლებული მთავრობა ყავს. ლადო გურგენიძის კაბინეტი უმრავლესობამ ერთსულოვნად დაამტკიცა. ახალი პრემიერი, ძველი გუნდით და 2 ახალი მინისტრით უკვე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას. 1 საათიანი მოხსენებისა და 3 საათიანი კითხვა-პასუხის შემდეგ ბიზნესმენმა პრემიერმა უმრავლესობის სრული მხარდაჭერა მიიღო. ლადო გურგენიძის მისამართი დეპუტატების სიმპათიას დღეს ღიად გამოხატავდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, არც განხილვაში და არც კენჭისყრაში ოპოზიციური ფრაქციები არ მონაწილეობდნენ. თამარ ბაღაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. დაახლოებით საათნახევრის წინ პარლამენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს და მთავრობის ახალ შემადგენლობას. დღეს პარლამენტარებს მოხსენება იმის თაობაზე თუ რას აპირებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი გუნდი სწორედ ლადო გურგენიძემ გააცნო, რის შემდეგაც მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა და სწორედ ამ კითხვა-პასუხის და პროცედურების შემდეგ ლადო გურგენიძემ და მთავრობამ პარლამენტის სრული მხარდაჭერა მიიღო. ეს ის ხალხსტუხია, რომელიც მეკეთა, როდესაც ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციებმა დაიწყო ვაჭრობა. ანუ კარგად მაქვს დაცდილი. და როგორ ფიქრობთ, იქნება წარმატების გარანტია? დარწმუნებულები. წარმატებული ბიზნეს კარიერის ერთ-ერთი ატრიბუტით ლადო გურგენიძემ პოლიტიკური კარიერა დაიწყო. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის პარლამენტში სწორედ პროფესიულ მიღწევებს უწონებენ. ლადო გურგენიძე არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ბანკირი და ფინანსისტი. აქამდე მისი ყოველი წერტილის და მძიმის შემდეგ იყო ფული და ასევე როგორც პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია მისი ყველა გადაწყვეტილების საფუძვლად დადებული იქნება ზუსტი ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზი. ლადო გურგენიძე არა მარტო წარმატებული ბიზნესმენი იყო, რაც მგონი ფაქტია, არამედ მას აქვს ყველა თვისება იყოს ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი და ძალიან წარმატებული ლიდერი მთავრობის. მისი ხედვა არის დამყარებული იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებსაც ხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა და რომელიც ჩემი აზრით საქართველოს არის მნიშვნელოვანი. საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ახალმა პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტმა 4 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. სამთავრობო პროგრამა ახალი პრიორიტეტები დეპუტატებს ლადო გურგენიძემ გააცნო. დრო და სტაბილურობა და თუ რა მოგცემს ჩვენ აი ამ დროს და სტაბილურობას იმისათვის რომ დამთავრდეს ეს მტკივნეული ეტაპი სტრუქტურული რეფორმებისა, ეს არის რა თქმა უნდა ბიუჯეტის ხალხისკენ შემოbrunება და პირველ რიგში ეს ცხადია მოხდება ალბათ ინფრასტრუქტურული ხარჯების გარკვეული შემცირების ხარჯზე. 1 დეკემბრიდან ყველა პენსიონერი, ვინც 55 ლარზე ნაკლებ პენსიას იღებდა, აქამდე მიიღებს 55 ლარს და ეს მატება შეეხება დაახლოებით 800,000 ადამიანს. გარდა ამისა, 2008 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკის პენსიონერები, ვინც 76 ლარზე ნაკლებს მიიღებენ 76 ლარს. ჩვენ ველოდებოდით იმ დღეს, როცა უფრო მეტი თანხების მობილიზება გახდებოდა შესაძლებელი პენსიების გასაზრდელად, თქვა სუბსიდიების გასაზრდელად, დაზღვევის პაკეტების შესაქმნელად გაცილებით მეტი ადამიანისთვის საქართველოში და მეტი ადამიანი დაინახავდა და იგრძნობდა ამ თქვა სიკეთეს რეფორმის საბიუჯეტო შემოსავლების თავის თავზე. 40 წუთიანი მოხსენების მთავარი თემა სოციალური სფერო, სამუშაო ადგილების შექმნა, პედაგოგების ხელფასების, პენსიების გაზრდა და ახალი ფინანსური ცენტრის დაფუძნება იყო. ახალმა პრემიერმა გადასახადების შემცირების პირობაც დადო. მიუღებელია ან რამე სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილი გადასახადების ხარჯზე. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მიუღებელია ჩემთვის პირადად გადასახადების ნებისმიერი ზრდა და შემიძლია დაგვირდეთ, რომ სანამ ეს კაბინეტი იმუშავებს, გადასახადები არ გაიზრდება ამ ქვეყანაში. სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ ლადო გურგენიძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა და თანადგომაც მიიღო. უმრავლესობის წევრებმა დღეს მისი წინამორბედიც გაიხსენეს. ზურაბ ნოღაიდელის ხდომათა დარბაზში არ ყოფილა, თუმცა მადლობა მაინც დაიმსახურა. მინდა მადლობა გამოუცხადო ახლა უკვე გადამდგარ პრემიერ-მინისტრს ბატონ ზურაბ ნოღაიძეს და მის პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მთავრობაში ამუშავებდა. ყოფილი პრემიერი დღეს არ უხსენებია ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც მთავრობის ახალი ხელმძღვანელის მისამართით სიმპათია არ დამალა.
არჩევანი სწორია და პრემიერ-მინისტრი შეძლებს, რომ მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშაოს და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა განაგრძოს და რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ეს ეკონომიკური განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ნორმალური და კონსტრუქციული თანამშრომლობა პარლამენტთანაც. მე ხედავ, რომ საზოგადოება ძალიან დიდი მედებს ამყარებს თქვენზე და მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ყოველთვის ისე სჯეროდეთ ამ ხალხს, როგორც ჯერათ დღეს, როგორც დარწმუნებულები არიან დღეს, რომ თქვენ იქნებით წარმატებული და თქვენთან ერთად ეს სახელმწიფო იქნება წარმატებული. მე მეგონა, რომ ვიცოდე საქართველოს ისტორია. მცოდნია, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ ვნახე, როგორ შეიძლება გაგეპაროს ქართული სახელმწიფო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამას არ დავუშვებთ. და მივიღებთ იმ ზარალს, რაც აქვს პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი შვილები მიიღებენ იმ ხეირს, რომ მათ სახელმწიფოში იცხოვრებენ. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან კარგად შევეწყობით ერთმანეთს, შევძლებთ ძალიან კარგად ერთად მუშაობას. პრემიერის გამოსვლას დეპუტატების გარდა მთავრობის ძველი და ახალი წევრებიც ისმენდნენ. მინისტრთა კაბინეტი ახალ ხელმძღვანელს რამდენიმე დღეში მთავრობის პირველ სხდომაზე შეხვდება. იმაზე მეც არავინ არ მოითხოვს, ვიდრე ეს შესაძლებელია. ამის იმედი მაქვს და ასევე იმედი მაქვს იმის, რომ დევნილები მხარს დამიჭერენ, გვერდში დამიდგებიან და მე გვერდში დგომას მე მევაჩვენებ მათ როგორი უნდა და როგორი ვიცი და ასევე თქვენი იმედი მაქვს და ყველას. ქალბატონი მაია მიმინოშვილი, რომელიც ამ რეფორმების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო, უკვე როგორც პრემიერ გურგენიძის კაბინეტის წევრი გააგრძელებს ყველაფერ ამას და მე ვფიქრობ, რომ შედეგი კიდევ უფრო წარმატებული და ხელშესაძლებელი იქნება. მე ჭვი არ მეპარება, რომ ეს გუნდი შედგება და ეს გუნდი გააგრძელებს იმ კურსს, აღებულ კურსს, რომელიც ჩვენ აღებული ქონდა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით აქამდე. ახალი პრემიერის სამუშაო პროგრამის პირველ შედეგებს დეპუტატები რამდენიმე დღეში ელოდებიან. პირველ კორექტივებს ლადო გურგენიძე ბიუჯეტში ციფრებით შეიტანს. 2008 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტიდან უკვე გაიწვია და ის საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ახალი პრემიერის შესწორებებით შევა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და მთავრობა ისმენდნენ დღეს პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენელი მთავრობასაც და ახალ პრემიერსაც, სწორედ მხოლოდ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ოპოზიციის არც ერთი ფრაქციის წარმომადგენელი დღეს სხდომათა დარბაზში არ მისულა, მათ ამისთვის სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ. მთავრობის დამტკიცებაზე მონაწილეობის მიღება პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს სააკაშვილის ხელისუფლებაზე და სააკაშვილის პოლიტიკაზე. იმიტომ რომ ფაქტურად ეს მთავრობა აკეთებს იმას და ბუნებრივი აკეთებს კიდეც იმას, რასაც პრეზიდენტი ამბობს და იმგეს ატარებს, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ნოღაიძელის წრები კი არ ვიყავით და ნოღაიძელის თავი კი არ მინდოდა, მარტო იქ საუბარია როგორ დავამტკიცებთ იმ მთავრობას, რომ მთავრობაში კახაბენდუქიძე მოიაზრება და კახაბენდუქიძე არის ეკონომიკური იდეოლოგი. როცა ამ დროს პრემიერ-მინისტრმა სულ განსხვავებული ხედვა წარმოადგინა და სულ განსხვავებულად უნდა ბიუჯეტი შეცვალოს. პრემიერის მიერ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული პროგრამა, რომელიც მოკლედ უნდა დავახასიათოთ, როგორც რომ ეს არის ოქროს თემი და რძის დინარეები ხალხისთვის. ეს არ შეიძლება სერიოზულად გარვიხილოთ, იმიტომ ეს მთლიანად არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით შეიკრიბება უკვე შაბათს, ეს იქნება მათი პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე ლადო გურგენიძე გეგმავს შეხვედრას, საგანგებო შეხვედრას ჟურნალისტებთან, იმისთვის რომ მან დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას სწორედ მედიის საშუალებით ყველა ის პრინციპები, რაზეც დღეს ის სამთავრობო პროგრამაში საუბრობდა. ახალი პრემიერისა და მთავრობის დამტკიცების დეტალებზე თამარ ბაღაშვილი საუბრობდა. მადლობა თამარ. არჩევნების შემდეგ სერიოზული ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ განცხადება დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს იქნება რეფორმატორული გუნდი, რომელიც აქტიურად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. მისი თქმით, საკადრო პოლიტიკა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე უნდა მოხდეს და ეს ნაწილი ხელისუფლების მუშაობისა, რომელსაც მეტი ყურადღება და ანალიზი სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დამოუკიდებელი მთავრობისგან დისტანცირებული ბიზნესის განვითარებაზეც საუბრობდა. ის გეგმები, დაპირებები, პროექტები, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და მოვისმინეთ ძალიან მაღალ კვალიფიციურ დონეზე, ძალიან არგუმენტირებული, არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და მე დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ბატონი ლადო ნამდვილად ყველა შემდეგი მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში არა მარტო ახალ გეგმებს წარმოგვიდგენს, არამედ კონკრეტულად ისაუბრებს იმ მიღწევებზე, რომელიც მას და საქართველოს მთავრობას თითოეულ ჩვენთაგანის აქტიური მხარდაჭერით ექნება განხორციელებული. თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელსაც ეს რეფორმები შეეხო, ბოლო
ბოლომდე ვერ გაიგო ან ვერ გაიცნობიერა რა რეფორმების და რა შედეგების მომტანი შეიძლება ყოფილიყო ეს რეფორმა, განაპირობა გარკვეულწილად ის საპროტესტო მუხტიც, რომელიც ნაწილობრივ მაინც არსებობს საზოგადოებაში და რომელიც გამოჩნდა კიდეც 2 ნოემბრის მოვლენების დროს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ იმ ადამიანების სურვილებზე, ტკივილებზე, რომლებიც გულწრფელად მოვიდნენ 2 ნოემბერს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმ გარემოებას, რომ 2 ნოემბერმა და ამ ადამიანების გულის ტკივილმა მე გულწრფელი ადამიანები მყავს ხედველობაში, ჩვენ ნამდვილად დაგვანახა, რომ ჩვენ თითოეულ მათგანს კიდევ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ, რას ვაკეთებთ. დავით გარკველიძემ დღეს 2 პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა მიიღო, მრეწველებთან მემარჯვენეებმა ძველი მეგობრობა აღადგინეს, მოგვიანებით კი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე ეროვნულ დემოკრატებთან გაფორმდა. 3 სუბიექტიანი ბლოკი ერთად იბრძოლებს მემარჯვენეების ლიდერის პრეზიდენტობისათვის. ფავორიტ კანდიდატს მრეწველები ოფისში შესაბამისად დახვდნენ. თბილისის გოგითოფაძის ოფისში დავით გამყრელიძეს უკვე როგორც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტნიორს, არამედ საპრეზიდენტო კანდიდატს დახვდნენ. მრეწველებსა და ახლებს მიაჩნიათ, რომ 4 წლიანმა საპარლამენტო მეგობრობამ გაამართლა და ქვეყნის პირველი პირის ადგილის მოსაპოვებლადაც ერთად უნდა იბრძოლონ. ვფიქრობთ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი მონაწილეობა თუ ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტთ, რომ მე მივიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში საპრეზიდენტოში 5 იანვარს და წარმატებული იქნება გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებშიც. იდეოლოგიური ერთიანობა გვაქვს ჩვენი პრიორიტეტი არის პირველ დღიდან საქართველოს გადაარჩენს მრეწველობა და სოფლის აღორძინება და მემარჯვენეები ამაზე დგანან ჩვენთან ერთად. მარათონი რომელსაც საპრეზიდენტო მარათონის ოფიციალურად გამოცხადებამდე საარჩევნო კამპანიას ახლები და მრეწველები არაფორმალურად ლუდის ნაცვლად ჭიქა შამპანურის თანხლებით იწყებენ. Вчера, ну как вчера, фактически сегодня. Также трудно добираться минским рейсом. საკუთარ პროგრამაზე არა, მაგრამ 2 ქვეყნის პრობლემებზე საუბარი დავით გამყრელიძეს მრეწველთა ოფისში რუს ჟურნალისტებთანაც მოუხდა. ლეონიდ პარფიონოვი თბილისში სწორედ წინა საარჩევნო პროცესების გამო ჩამოვიდა და პირველად მრეწველებს ესტუმრა. Трудность пути всего постсоветского пространства, кроме, может быть, стран Балтии, к демократии, это самое мягкое, что можно сказать по поводу этих событий. Конечно, это в чем-то перекликается с какими-то московскими событиями, с какими-то нашими представлениями о том, как все мучительно и непросто происходит. Вот. Есть вещи, конечно, настораживающие, вот, но мне бы не хотелось давать оценок, да. მრეწველთა ოფისში პრეზენტაციის შემდეგ ახალმა მემარჯვენეებმა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში გადაინაცვლეს და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გააფორმეს. გამყრელიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნულ დემოკრატების კანდიდატიც იქნება. შეიძლება ითქვას ერთგვარი უწყვეტობის დემონსტრაციაც იყოს ჩვენი ურთიერთობა. ანუ ის რაც ხდებოდა ეროვნულ მოძრაობაში, რაც დაიკარგა, რაც არ განხორციელდა მთელი რიგი პოლიტიკური პერიპეტიების გამო, რომ ჩვენ ამით გამოვაცხადოთ, რომ კვლავ ვართ იმ იდეის ერთგულები. იმ მემორანდუმს, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იქეთკენ, რომ საქართველოში არსებობდეს მსხვილი და მძლავრი მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია ქრისტიანულ მორალზე, რომელსაც აქვს ერთი იდეური ხედვა. 5 იანვრის არჩევნების შემდეგ კი სავარაუდოდ მემარჯვენე ოპოზიციის ბლოკი 3 სუბიექტიანი გახდება. ახლები მრეწველები და ეროვნულ დემოკრატები საპარლამენტო ხმებისთვისაც ერთად იბრძოლებენ. ეროვნულ დემოკრატებისა და მრეწველების გარდა დავით გამყრელიძეს გამარჯვებისთვის თანასწორობის ინსტიტუტის ლიდერიც იბრძოლებს. ამერიკიდან ჩამოსული ირაკლი კაკაბაძე პირდაპირ წინა საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. თუმცა თავად თანასწორობის ინსტიტუტი ლევან გაჩეჩილაძის ირგვლივ არის გაერთიანებული. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას, მათ დღეს შალვა ნათელაშვილს აღუთქვეს მხარდაჭერა. არასამთავრობოები ფავორიტებს ინაწილებენ. ვინ ვის გვერდით იდგება 5 იანვრის არჩევნებისთვის. ნატო მახვილაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. დღევანდელი გადანაწილება ეს არის პირველი მონახაზი, არ არის გამორიცხული, რომ წინა საარჩევნოთ ლიდერებს კიდევ გამოუჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მხარდამჭერები, თუმცა მხარდამჭერთა საბოლოო სია გამოქვეყნდება მაშინ, როცა დაიწყება საარჩევნო აგიტაცია. ამერიკიდან ჩამოსული ირაკლი კაკაბაძე ახალი მემარჯვენეების მხარდამჭერ აგიტაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს. საპრეზიდენტო არჩევნებში თანასწორობის ინსტიტუტის წევრი ხმას დავით გამყრელიძეს აძლევს. ზოგ შეიძლება მოწონდეს ახალ კუკავა, რომელიც მეც აგრეთვე მომწონს ბევრ რამეში. ზოგ შეიძლება მოწონდეს
ნებისმიერი სხვა ლიდერი და არავის არ ეკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციაში სხვადასხვა ლიდერების მხარდაჭერა. მე პირადად მხარს ვუჭერ დავით გამყრელიძეს, დავეხმარები მას ყველანაირად. ირაკლი კაკაბაძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც თანასწორობის ინსტიტუტის ლიდერებიდან ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატს მხარს არ უჭერს. მისმა თანაგუნდელებმა ფავორიტად ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაბაძემ არჩევანი გამყრელიძეზე გააკეთა, ის თანასწორობის ინსტიტუტში რჩება. ვინ რომელ კანდიდატს დაუჭერს ხარს, ეს პირადად თითოეული ჩვენგანის მოქალაქეური პოზიციის საკითხია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგალითად ირაკლი უჭერს დათო გამყრელიძეს ხარს, მე ვუჭერ ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს გაჩეჩილაძეს ხარს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ერთიანი ვართ ერთ საკითხში. ჩვენ არ უჭერთ ხალხს სააკაშვილს. ეროვნული საბჭოს მხარდამჭერმა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი სიმპათიები ლეიბორისტების მიმართ გამოხატა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს შალვა ნათელაშვილს დაუჭერს. მე ვიცნობ თუ არა ეროვნულ საბჭოს, რადგან მათ თავიანთი კანდიდატი ყავთ ლევან გაჩეჩილაძე. თქვენ არ უჭერთ ეროვნული საბჭოს კანდიდატს. ჩვენ მხარს უჭერთ შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას და თქვენ გააკეთეთ შეფასება, ვემიჯნებით თუ არა. დიდი მადლობა. ქვეყნის მთავარი მტერი არის სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმი, სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი საარჩევნო გზით და ამ მიზნით კოორდინაცია გვექნება ყველა ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის ეროვნული საბჭოსთან. ეროვნული საბჭოს წევრები კი თავის მხრივ თანამშრომლობას ნათელაშვილთან, გამყრელიძესთან და მათ მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაპირებენ. ხალხის დაკვეთა არის ერთიანობა, საზოგადოება მოითხოვს ერთიან კანდიდატს და ყველა ვინც ამ ერთიანობას ემიჯნება, ბატონი გამყრელიძე იქნება თუ შალვა ნათელაშვილი, მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებს და დაკარგავს იმ ამორჩეულებსაც, რომელიც დღეს ყავს. ისინი გამიჯნულები არიან ამ შემთხვევაში. უდაოდ გამიჯნულები არიან. კონსულტაციებს თუ გააგრძელებთ, აი თუნდაც ამ არასამთავრობოებთან, მაგალითად თანასწორობის სხვა წევრები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ლევან გაჩეჩილაძეს. კონსულტაციებს გავაგრძელებ ქართველ ხალხთან. ოფიციალურ წინასაარჩევნო აგიტაციას პარტიები არჩევნების დანიშვნის დღიდან დაიწყებენ. მხარდამჭერთა ზუსტი სია საარჩევნო შტაბებში სწორედ ამ დროს გამოქვეყნდება. თავად ეროვნული საბჭოს წევრები დღეს მართავდნენ შეხვედრებს მორიგ არასამთავრობოთა კოალიციასთან, არასამთავრობოები დემოკრატიისთვის, ასე ქვიათ მათ, სადაც შედიან რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არიან თანასწორობის ინსტიტუტი, ასევე ახალგაზრდა იურისტები. დღესვე ამ შეხვედრაზე მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც შეფასდა 7 ნოემბრის აქცია. ვცდილობ დავუკავშირდეთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს საქართველოში იმისათვის, რომ მათთან ერთად უზრუნველყოთ ნორმალური, ობიექტური და დემოკრატიული მსვლელობა თვითონ წინასაარჩევნო პერიოდის და თვითონ არჩევნების. პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება და ზოგადად საზოგადოება ახერხებს სრულ კონსოლიდაციას იმ ძალმომრეობის წინააღმდეგ, რასაც ახლა ავლენს ხელისუფლება. მე მინდა აღვნიშნო, რომ ვეთანხმები იმ აღწერას ქვეყანაში შექმნილი ვითარებისას, იმ შეფასება 7 ნოემბრის, 2 ნოემბრის, 7 ნოემბრის შემდგომ განვითარებული მოვლენებისას და პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში ნამდვილად მიმდინარეობს დევნა. ეს შეხვედრა თავდაპირველად უნდა გამართულიყო სასტუმრო ვარასში. იქ მისული ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ მათ ისინი არ შეუშვეს ამ სასტუმროში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ თავიდანვე ეს შეხვედრა არ იყო შეთანხმებული მათთან, შესაბამისად, ამიტომაც ვერ მოხერხდა მათთვის ოთახის და დარბაზის გამოყოფა. სამწუხაროდ ყველა სასტუმროს საბოლოო ჯამში ათქმევინეს ვარი ჩვენთვის ამ სასტუმროს და დარბაზის დათმობაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალურად არ აუხსნიათ, ფაქტია რომ ეს ხელისუფლების ზეწოლის შედეგი უნდა იყოს და სხვა არაფერი. და როცა დავურეკე, რომ 2 საათით გვჭირდება თქო, მან მკითხა რა ტიპის შეხვედრაა ეს, როცა გაიგო რომ ეს არის არასამთავრობოების შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მან მითხრა რომ ადმინისტრაციასთან უნდა შეათანხმოს. შემდეგ სადღაც 9 საათში გადმომირეკა და მითხრა რომ ვერ ხერხდება, იმიტომ რომ თურმე ყოფილა რაღაც შეხვედრა დაგეგმილი. ამასთან ორშაბათის შეხვედრაზე ვკითხე, რომ იქნებ ის დღე თავისუფალი გაქვთ, ეგეც ჯერ გაურკვეველიაო, ესე მითხრა. ვერ მოხერხდა უბრალოდ ამ ადამიანების ხელმეორედ გადაფრთხილება, იმიტომ რომ დროში ეს ფაქტი გაიწელა, როგორც მოგეხსენებათ, ამდენად მოხდა ეს გაუგებრობა. ოფიციალურად საარჩევნო აგიტაციის ვადები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. პირდაპირ ეთერში ნატო მახვილაძე საუბრობდა, მადლობა ნატო. წინასაარჩევნო კამპანიაში დღეს კიდევ ერთი კანდიდატი ჩაერთო გია მაისაშვილმა. პირველად საკუთარი პროგრამა ექიმებს გააცნო ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში. შეხვედრა 2 საათი გრძელდებოდა და საბოლოოდ ამ შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. მთავარი ღირებულებები, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს წარმოადგინა, მედიკოსებისთვის მისაღები აღმოჩნდა.
გიამა ისაშვილმა საარჩევნო პროგრამა პირველად ჯორდანიას სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლებს წარუდგინა. არჩევანი განსაკუთრებული ნიშნით არ გაკეთებულა. პრეზიდენტობის კანდიდატი აპირებს, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდეს. თავის წარდგენისა და ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ გიამა ისაშვილმა ექიმების კითხვებს უპასუხა. მედიკოსები ძირითადად პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამითა და პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. მათ ისაშვილთან ინსტიტუტთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. პერიოდშიც კი როდესაც გასვთ სამოქალაქო ომის და ეს დაწესებულება მუშაობდა მომგებიანად. სულ იყო თავის ხარჯებს არაფერ თვითდაფინანსებაზე. არ შეიძლება ამის ტექნიკას გაუქმება და ჩემი დიდი თხოვნა თქვენ პრეზიდენტი გახდებით თუ პარლამენტში მოხდა თქვენი პარტიით თუ მთავრობის საქმეში იქნებით ეს გაითვალისწინოთ. განვითარებული ეკონომიკა, განათლება, საგარეო პოლიტიკა და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა. ეს მაისაშვილის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებია. შეხვედრა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლებსა და პრეზიდენტობის კანდიდატ შორის 2 საათს გაგრძელდა. ძალიან დამაინტერესა მისი კონცეფცია, საერთოდ რას ფიქრობს ეკონომიკაზე, ქვეყნის ეს ნიჭიერების ზეიმი ძალიან მომეწონა, მისი საერთოდ ხედვა ყველა საკითხისა, ასე რომ მე მადლობელი ვარ დღევანდელი შეხვედრის. ყველას პროგრამა გვაინტერესებს, ყველას აზრი გვაინტერესებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი შეხვედრით მე მივიღე რაიმე გადაწყვეტილება. ჩვენ ზუსტად ესეთი სქემა მოგვაქვს, ესეთი მექანიზმი მოგვაქვს, სადაც ჯანმრთელობის დაცვა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის მოდელში და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იქნება თანამედროვე, ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი. სოციალური სოლიდარობის სამართლიანი საზოგადოება, სადაც ადამიანის ღირსება უმთავრესი ღირებულებაა. ასეთად წარმოუდგენია გიამა ისაშვილს სახელმწიფო, რომლის სათავეშიც სჯერა რომ თავად იქნება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს კიდევ ერთი გვარი დაემატა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილი. დღეს შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა გიორგი შერვაშიძემ გამოხატა ოფიციალური განცხადება, მოგვიანებით გაკეთდება. გიორგი შერვაშიძე საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებასაც გეგმავს, რომელსაც საქართველოს დიდება ეწოდება. უახლოეს მომავალში ყოფილი სარდალი საარჩევნო პროგრამასაც წარმოადგენს, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით პრიორიტეტული მიმართულება კონფლიქტების მოგვარება იქნება. კონსტიტუციის თანახმად 26 ნოემბრამდე საქართველოს პრეზიდენტი პოსტს დატოვებს და წინა საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდება. კანონმდებლობის თანახმად ახალმა პრეზიდენტმა ამორჩევლების 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება. რაც შეეხება ამორჩევლების რაოდენობას, ახალი კოდექსით ქვედა ზღვარი გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის სიმრავლეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. გიორგი კეპულაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. საარჩევნო პროცედურები უკვე გარკვეულია და ჩამოყალიბებულია. მის შესახებ ყველა კანდიდატს აქვს ინფორმაცია, რაც შეეხება არჩევნების ზუსტ თარიღს, მას პარლამენტი დაადგენს და ეს სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში მოხდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიებზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. იქ დარწმუნებულები არიან, რომ ამომრჩეველთა 95%-ის რეგისტრაცია 5 ივნამდე მოესწრება. თუმცა არჩევნების თარიღი საბოლოოდ არ გარკვეულა. არჩევნები დაინიშნება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ. 48 საათში საქართველოს პარლამენტი ვალდებულია შეიკრიბოს და შემდგომ 24 საათის განმავლობაში, ანუ მთლიანობაში 72 საათის განმავლობაში პრეზიდენტის გადადგომიდან პარლამენტი ვალდებულია 45 დღის განმავლობაში დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტის რიგარის შერჩევა. მას შემდეგ რაც პარლამენტი არჩევნების თარიღს დანიშნავს, ოფიციალურად დაიწყება საარჩევნო კამპანია. კანონით პრეზიდენტობის მსურველებმა განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღით ადრე უნდა შეიტანონ. თუმცა ამ ვადის შესვლა CESCO სპეციალური დადგენილებით შეუძლია. არჩევნებამდე 30 დღით ადრე კი მხარდამჭერთა ხელმოწერების საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა ჩაბარდეს. ჯერ უცნობია, როდის გადადგება პრეზიდენტი სააკაშვილი. მას ვადა 26 ნოემბრამდე აქვს. თუ ათვლის წერტილად ავიწევთ 5 ნოემბერს, პრეზიდენტი 5 იანვარს უკასრავად პრეზიდენტის არჩევნები გადადგომიდან უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს 45 დღის. ეს არის 21 ნოემბერი. მაგრამ ამავე დროს არჩევნებამდე 40 დღით ადრე უნდა დაიწყოს კანდიდატების რეგისტრაცია. ეს არის 26 ნოემბერი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაშიც იციან, ის თუ როდის გადადგება პრეზიდენტი მათთვისაც უცნობია. თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ხვალ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ოფიციალურად დაასახელებენ. პრეზიდენტმა გამოაცხადა თარიღი და ჯობია ექსპერტებს კითხოთ, როგორ უნდა დაიწყოს ათვლა თარიღის. კონსტიტუციას თუ წავიკითხავთ, ძალიან გარკვევით, წერია რომ 45 დღის ვადაში
უნდა ჩატარდეს არჩევნები. ანუ აქ არანაირი ამ ტიპის თარიღი არ ფიქსირდება. ახალი საარჩევნო კოდექსით მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე. ქვედაზღვარი გაუქმებულია. იმისთვის რომ არ დაინიშნოს მეორე ტური პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოაგროვოს. ერთ-ერთმა კანდიდატმა უნდა მიიღოს 50% პლუს 1 ხმა. აი თვითონ უკვე რამდენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირებს თავის არჩევანს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. წინა საარჩევნო კამპანიას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი გადადგება, მან იგივე უფლებებით უნდა ისარგებლოს, რაც სხვა კანდიდატებს ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უფასო საეთერო დრო უნდა დაეთმოს. ჩვენ შეტავაკვირდებით ამ პროცესს და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პრეზიდენტი სწორედ თანაბარ პირობებში ჩაიყენებს თავს სხვა კანდიდატებთან მიმართებაში და ეს პროცესი შეჯიბრებითად და სამართლიანად წარიმართება. მედია მონიტორინგი რამდენიმე ძირითად კომპონენტზე გამოხატავს ყურადღება. ერთი, კანონის ის მოთხოვნა რამდენად იქნება დაცული, რომ უფასო საეთერო დრო რეალურად ყველა საარჩევნო სუბიექტს დაეთმოს. ასევე გავაკეთებთ იმით მონიტორინგს, თუ რამდენად თქვა ხშირია რომელიმე ერთი კანდიდატის გამოჩენა სატელევიზიო არხებზე. სიახლე არჩევნებზე ვიდეოკამერების სიმრავლე იქნება, რომლებიც საქართველოს 10 ყველაზე დიდ ქალაქში დამონტაჟდება. ვიდეოკამერები საარჩევნო ყუთს და უბანზე შესასვლელს გააკონტროლებენ. კვლავ მოხდება ამომრჩეველთა მარკირება. საარჩევნო ყუთები კი ისევ გამჭვირვალე იქნება. მას შემდეგ რაც დაინიშნება არჩევნების ზუსტი თარიღი და ამას დაადგენს საქართველოს პარლამენტი, უკვე მომდევნო კვირაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების ზუსტი ვინაობა. ეს ხო გიორგი კეპულაძე, მადლობთ გიორგი და კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება ვახოსანაიას თოქ-შოუ არჩევანი გადაცემის თემებისა და სტუმრების შესახებ ვახო თავადი საუბრობს პირდაპირ ეთერში ვახო გისმენთ. საღამომშვიდობისა პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნებისთვის ემზადებიან, ვინ რა პროგრამა შესთავაზებს ამომრჩეველს დაპირებები და გეგმები არჩევანი იწყებს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას. დღეს გადაცემის სტუმრები იქნებიან დავით გამყრელიძე, გია მაისაშვილი და ავთანდილ მარგიანი. აგრეთვე არჩევნების თემაზე სასაუბროთ არჩევანის სტუდიაში მოვიწვიეთ პოლიტოლოგები თემურ იაკობაშვილი, გია ხუხაშვილი, გია ნოდია და რამაზ კლიმიაშვილი. ასევე დღევანდელ გადაცემაში ერთ-ერთი მთავარი თემაა ტელეკომპანია იმედის დახურვა. დღეს ქართულმა მედიამ ხელი მოაწერა მიმართვას, რომელშიც ტელევიზიის მუშაობის განახლება მოითხოვა. არჩევანის სტუმრები იქნებიან იმედის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი, ჟურნალისტები პაატა ვეშაპიძე, ქეთუსია იგნატოვა, ლაშა ტუღუში და კობა ლიკლიკაძე. ასე რომ დაგველოდეთ არჩევანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. გვადლობთ ვახოებს, ვახოსანაია მასზე უყურეთ დღეს არჩევანს ზუსტად 10 საათზე. და დღეს ჟურნალისტებმა თავიანთი ერთსულოვანი ხელმოწერებით დააფიქსირეს სახალხო დამცველთან მედიის წარმომადგენლებმა იმედის მაუწყებლობის აღდგენის მიმართვა მიიღეს. სოლიდარობის გამო სახათად დღეს ტელევიზიების, რადიოებისა და გაზეთების ათეულობით წარმომადგენელი შეიკრიბა. ტელეკომპანია იმედის საკითხს თბილისში სპეციალურად ჩამოსული ეუთოს წარმომადგენელიც სწავლობს. სპეციალურად ტელერადიო კომპანია იმედის საკითხთან დაკავშირებით თბილისში ეუთოს წარმომადგენელი მიკლოს ჰარაცი ჩამოვიდა. თუმცა მანამდე ის ვენაში ამავე თემაზე უკვე ესაუბრა ნინო ბურჯანაძეს. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ ევროკავშირთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კარგად გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მიმართ არ არსებობდეს პრეტენზიები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და იმ საბჭომ, რომელიც იქნება მედიატორი, მართლაც გარანტია შეექმნას ერთის მხრივ ობიექტური ტელევიზიისა, მაგრამ მეორეს მხრივ იმისა, რომ არ იქნება ძალადობრივი მოწოდებები. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი სხვა პოლიტიკოსებთან და იმედის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. მანამდე კი ის პირველ განცხადებას უკვე აქვეყნებს. ტელეკომპანია იმედი ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა, რომლის არსებობაც საქართველოს პლურალისტური მედია გარემოს ნაწილია. მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. იმედის მაუწყებლობის აღდგენის მხარდამჭერ დოკუმენტს დღეს ხელი მედიის წარმომადგენლებმაც მოაწერეს. სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტებთან ერთად ნიუსკორპის წარმომადგენელი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. ფიქრობთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ და საქმიან გარემოში, მაღალი სტანდარტებით, რაც მედიისთვის პირველ რიგში გულისხმობს ნებისმიერი ხასიათის დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვართ, რომ ამას აცნობიერებს როგორც მედიის, ასევე საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ტელერადიო კომპანია იმედის მაუწყებლობა, ნათქვამია განცხადებაში. მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს, იმ გამოცემას თუ ტელევიზიას, თქვენი ტელევიზიის ჩათვლით რა თქმა უნდა, რომლებიც გამოეხმაურებენ ჩვენს პრობლემას. დღეს აქ იყო მაგალითი ქართული მედიის სოლიდარობისა და ერთიანობის. ძალიან კარგი იქნება თუ ეს არ იქნება მხოლოდ ფორს მაჟორულ სიტუაციებში და მომავალშიც ჩვენ აი ამ ერთიანობას შევინარჩუნებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართულმა მედიამ შეიმუშავა ეს მიმართვა
და ამ საკითხში რომ ქართული მედია ერთიანია, ეს დადასტურდა დღეს. აქ არის ჟურნალისტების პოზიცია და არა ცალკეული ჟურნალისტების. ამ შემთხვევაში ჟურნალისტები იყვნენ ერთიანი და ესეთი ერთსულოვანი ჟურნალისტები მე ძალიან იშვიათად მინახავს. პარალელურად ოპოზიციის ერთიანი საბჭოს ახალგაზრდულმა ფრთამ იმედის მხარდამჭერი აქციები სხვადასხვა ტელეკომპანიებთან გამართა და ჟურნალისტებს სოლიდარობისკენ მოუწოდა.